მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. გითილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ვნახავთ თუ რას მოიმოქმედებს თქვენს მიმართ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა, რა თქმა უნდა, მომწერეთ პირადში, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება და ვნახოთ აბა მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში რას მოიმოქმედებს. რას მოიმოქმედებს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და რას მოიფიქრებს მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება. ქვებსაც დავამატებთ ახლავე და პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი. აირჩიეთ. მეგობრებო, შეგახსენებთ იმას, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს ვიდეო და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა თქვენთან რა ხდება. ახლო მომავალი. პირველ რიგში მეგობრებო, რჩევის კუთხით ვიტყოდი იმას, რომ მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდეთ, თუ რა გსურთ კონკრეტულად ამ ადამიანისგან და რა გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობისგან, იმიტომ რომ თითქოს როგორც ამ ადამიანს, ასევე თქვენს გჭირდებათ მეტი ჩამოყალიბება საკუთარ აზრებში, საკუთარ ფიქრებსა და სურვილებში, ერთმანეთისა და ამ ურთიერთობის მიმართ და რაც შეეხება ქმედებებს, კონკრეტულ ქმედებას ჯერჯერობით მე აქ ნამდვილად ვერ ვხედავ, მაგრამ ახლო მომავალში ნამდვილად იქნება აქ რაღაც საკმაოდ სასიამოვნო კომუნიკაციის შანსი, სადაც ორივე თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ გაუზიაროთ ერთმანეთს გულურწფელი აზრები და გულურწფელი სურვილები, რაც გაკავშირებთ ერთმანეთის მიმართ. ახლა კი მოდით დასტიდან დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ მიმართ. ორ არკანს დავამატებ, მეც არა ვფიქრობ და საკმარისი არის. ნამდვილად შეხედეთ, არკანი ძალა ამოვიდა და არკანი თასების 10-იანი. და პირველ რიგში ამ ორი არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ კონკრეტული პროცესები ამ ურთიერთობაში ნამდვილად უახლოვდება თავის კულმინაციებს და ნახეთ, მე ტყუილად არ გითხარით ის, რომ კარგად ჩამოყალიბდით და კარგად გაანალიზეთ თქვენ თავად რა გსურთ მეთქი ამ ურთიერთობისგან, იმიტომ რომ თქვენ რაც გსურთ, ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად იმას მიიღებთ, მაგრამ იმისათვის რომ მიიღოთ ეს რაღაც ამ ურთიერთობისგან, იქნება ეს პიროვნებისგან ნაბიჯები, თუ იქნება ეს არ ვიცი, ურთიერთობის გაუმჯობესება, გაჯანსაღება თუ რა, ზუსტად ამაში უნდა ჩამოყალიბდეთ და ზუსტად ის წამოვა თქვენს რეალობაში. ხვდებით ხომ? ახლა არის ერთგვარი მანიფესტაციის ძალა მაქსიმალურად პიკზე თქვენში და ნახეთ, მე აქ არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მანიფესტაციები უნდა გააკეთოთ ამ ადამიანზე, ან რაღაც მსგავსი, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ აქ ისეთი არკანები ამოვიდა, რომლებიც მეტყველებენ ზუსტად იმის შესახებ, რომ თქვენ რა ენერგიებსაც გაუშვებთ ამ ურთიერთობაში, ზუსტად ის წამოვა, ზუსტად ის პროცესები წამოვა ამ ურთიერთობაში. და რაც შეეხება ადამიანის ქმედებებს, პირველ რიგში თუ აქ არის რაღაც უკონტაქტო ურთიერთობა, სადაც ადამიანი არ გამოდის ან ვერ გამოდის კონტაქტზე, ძალიან დიდი ალბათობით გამოვა კონტაქტზე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აქ ასეთი ენერგიები არის, ხოლო თუ თქვენ შორის არის კომუნიკაცია და არის არეული ურთიერთობა, აქ ეს არეულობა ახლო მომავალში აუცილებლად მიაღწევს თავის საკუთარ კულმინაციას, სადაც ყველაფერი, რაც იყო ფარული ამ ურთიერთობაში, ოდნავადაც კი ყველაფერი მაქსიმალურად ზედაპირზე ამოვა, ყველაფერი გახდება ბევრად უფრო ცხადი და ასევე აღსანიშნავი არის ისიც, რომ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ რა თქმა უნდა ყოველი პრობლემა, რაც კი არსებობს, მოგვარდეს. ამ ურთიერთობის ირგვლივ.
იმიტომ რომ ყველაფერი იქნება თვალსაჩინო. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ამჟამინდელი პარტნიორი, ძალიან დიდი შანსია ურთიერთობაში მოხდეს რაღაც საკმაოდ სასიამოვნო სიახლე, იმ კუთხით რომ ურთიერთობის რეალური ძალა უფრო თვალსაჩინო გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ქმედებები ნამდვილად იქნება, მეგობრებო, მაგრამ ჩამოყალიბდით. კარგით, და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? აბა ვნახოთ. განმეორება. მოვიდა დრო იმისა, რომ თქვენ განცალკევდეთ მთელი სამყაროსგან და ამ განცალკევებულ მდგომარეობაში მოხდეს თქვენ ორს შორის დიალოგი. პირველ რიგში ამ ენერგიიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ აქ აშკარად ორივე თქვენგანი ერთმანეთს აღიქვამთ როგორც ცალკე სამყაროს. ორივენი ერთმანეთისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენთ. ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ზედაპირულად უყურებს აქ რომელიმე თქვენგანი მეორეს. რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად უყურებთ, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ორივენი ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ თქვენ როგორც აღიქვამთ ამ ადამიანს ისე როგორც ცალკე სამყაროს, თქვენს რეალობაში ზუსტად ასე აღიქვამს ეს ადამიანიც. ჯერჯერობით ასევე აქაც ვერ ვხედავ რაღაც კონკრეტულ ქმედებებს, პრინციპში აქ ასეთი ორაკული არის, მაგრამ ძალიან დიდი შანსია კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ის, რომ ადამიანისგან მიიღოთ რაღაც შემოთავაზება იმისათვის, რომ განცალკევდეთ და ცალკე წახვიდეთ სადმე. მით უმეტეს თუ აქ არის რაღაც ისეთი ურთიერთობა, სადაც არის გაურკვევლობები და სადაც გაქვთ საერთო სამეგობრო წრე ან სამსახური, სადაც მარტო ვერ რჩებით ხოლმე ან რაღაც მსგავსი სიტუაცია, დიდი შანსია ადამიანმა ცალკე წასვლა შემოგთავაზოთ სადმე. დავამატოთ ახლა ტაროს არკანებიც და ვნახოთ აბა. ვეცდები ორი არკანით ავხსნა, მაგრამ ვნახოთ რამდენი დაგჭირდება. რას მოიმოქმედებს მომდევნო 2 თვის განმავლობაში მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება. ვნახოთ აბა თქვენთან რა ხდება. თითქმის სულ უფროსი არკანები ამოდის და მეგობრებო, თუ აქ არის რაღაც უკონტაქტო ურთიერთობა, პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ კონტაქტზე გამოვა, მაგრამ ეს კონტაქტზე გამოსვლა ნამდვილად საკმაოდ გაწელილი იქნება პირდაპირ გეუბნებით და გარდა ამისა, ამ არკანებიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ აქაც ისევე როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში საჭირო არის მეტი ფიქრი, მეტი კონცენტრაცია და მეტი ჩამოყალიბება იმაში, თუ რომელ თქვენგანს რა გსურთ ზოგადად ამ ურთიერთობისგან, რა გსურთ ერთმანეთისგან და შეხედეთ ამდენი უფროსი არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ ერთმანეთის რეალობაში ნამდვილად არ გაჩნდით ტყუილად. ზოგადად ჩვენ სამყაროში ტყუილ უბრალოდ უმიზეზოდ ნამდვილად არაფერი არ ხდება, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობები, სადაც ადამიანები გადიან საბედისწერო გაკვეთილებს და ეს ზუსტად ის ურთიერთობა არის. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ შორის არის კონტაქტი, არ არის კონტაქტი, ახალგაცნობილი არის ადამიანი თუ ძველგაცნობილი თუ როგორი, აქ თქვენ ერთმანეთის მსოფლმხედვეობაზე ძალიან საბედისწერო გაკვეთილს იქონიებთ. და რაც შეეხება ადამიანის ქმედებებს, ახლო მომავალში ნამდვილად არ დაველოდებოდი თქვენს ადგილას მისი მხრიდან რაღაც გარკვეულ ქმედებებს, ცოტა უფრო შორეულ მომავალში დაველოდებოდი, ანუ 2 თვის შემდგომ უკვე, იმიტომ რომ ახლა ჯერ გაწელილი სიტუაცია ჩანს, გაწელილი ენერგიები, გაწელილი დრო. ერთადერთი რჩევის კუთხით ვიტყოდი იმას, რომ თუ თქვენ თავად გსურთ და გაქვთ ამის საშუალება, იმიტომ რომ მე მშვენივრად ხვდები, ყველა სხვადასხვანაირი სიტუაცია აქვს. თუ თქვენ გაქვთ ამის საშუალება, სურვილი და შესაძლებლობა, აუცილებლად თქვენ თავად შესთავაზეთ ამ ადამიანს სადმე ცალკე წასვლა და ცალკე საუბარი ურთიერთობის შესახებ ან რამე მსგავსი. უბრალოდ ნუ იქნებით ზედმეტად ინტენსიური, ესეც გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ აქ თითქოს ორივე თქვენგანს რაღაც მნიშვნელოვანი პერიოდები გაქვთ, სადაც რაღაც ცოტა სხვადასხვა ვიბრაციებში და ცოტა სხვადასხვა ენერგიებში ხართ. ცოტა სხვადასხვა გაკვეთილებს გადიხართ. სულ ეს არის მეგობრებო,
ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.